მე ვარ გია მორღოლია. Შემთავაზეს რომ თქვენთან რამდენიმე წიგნზე ან რამდენიმე ტექსტზე ვილაპარაკო, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. მოდი დავიწყოთ. ერთხელ დავთვალე რომ კვირაში ერთი წიგნი რო წაიგითხო, მთელი ცხოვრება დაახლოებით 3500 წიგნს წაიგითხავ. მთელი ცხოვრება არ გეყოფა რომ ყველაფერი წაიგითხო, მაგრამ რასაც წაიგითხავ, ის სულ გეძახის ხოლმე. აი, პირდაპირ აგერ არ ყოფილა. ბოძიუი მიყვარს ზოგადად. ნახეთ როგორი ლექსია. კედელზე მიწერილ ჩემს მდარე ლექსებს კაცთა მოდგმისთვის არ აქვს ფასი. პირველად რო წავიკითხე, მივხვდი რომ რაღაცა დიდად მნიშვნელოვანი წერია აქ. სადგური რა არის? ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის, ჩვენს ცხოვრებას გავს, ისეთი ფაცი-ფუცია სადგურზე. და კედელი რაღაცა, ის უცვლელია. სწორედ კედელზე არის მიწერილი ლექსები. ღვთის გლახა. ამ რომანში ნიკოს კაზანძაკისი ჩვენ ვიყვება ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდანის შესახებ, ფრანცისკე ასიზელია. როდესაც შენ რაღაცას კითხულობ, ეცნობი ადამიანის ცხოვრებას, გულს გითბობს ყოველ გვერდზე და გეუბნება შენ და გაგრძნობინებს, ვინ არის ადამიანი, რომლის გვერდითაც ღმერთი დგას. აი, უყურეთ, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი. ერთი მომენტი წავიკითხოთ აქედან. თუ გიყვართ, ნოიტყვით ღმერთია ჩემს გულში. უმჯობესია თქვათ, მე ვარ ღვთის გულში. ეს რა არის? აი, ჩემი ძველი ნაცნობი ხორხე ლუის ბორხესი. ჩემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხშირად ვუკითხავ ხოლმე, აი ამას განსაკუთრებით, ამ მოთხრობას ჰქვია პარაცელსიუსის ვარდი. ამის მოყოლა არ შეიძლება. ეს უნდა წაიკითხო, მაგრამ ორი სიტყვით რომ თქვა, ალქიმიკოსი, მეცნიერი, მოაზროვნე, თავის ოთახში ელოდება მოწაფეს, რომლის მოსვლასაც ნატრობს. და რომ მოდის, რაღაცა უცნაური თხოვნა აქვს იმას, რომ ვისწავლო შენგან. ნება მომეცი, რომ ვიხილო შენგან სასწაული. აი მე ვარდი მიჭირავს ხელში. მოდი ეს ვარდი აქ ბუხარში ჩავაგდოთ და ის დაწვას ცეცხლმა და მერე შენ აღადგინეო და მე შენი ვარ მერე კითხვების გარეშე. სჭირდება რწმენას სასწაული? ახლა მე გეკითხები თქვენ, როგორ უნდა მოყვა ეს ამბავი ისე, რომ ისე დაგაინტერესოს, შეუძლებელია ეს ამბავი. ამიტომაც თავიდამანებეთ მე და წაიკითხეთ ხორხე ლუის ბორხესი. პითაგორამ თქვა ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ. იყუჩე, ან თქვი ისეთი რამ დუმილს რომ სჯობდეს. აი ესენი არიან წარმატებულები ამ გზაზე.